მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ დღევანდელი გაშლა ასეთი გავაკეთოთ, რატომ დაგაშორათ ბედმა. ვნახოთ, ეხლა იყო ცოტა ესეთი პერიოდები, რომ ძალიან ბევრი კონსულტაციები მქონდა, სადაც მართლა დააშორებულები არიან. ნუ ვიფიქრე, რომ შეიძლება ვინმესის აქტუალური იყოს ეს თემა და ვნახოთ ეხლა ჩვენ რატომ დაგაშორათ ბედმა. აქ ჩვენ გვაქვს მოკლე გაშლა. ამიტომ ეხლა უცბად გავაკეთებ თქვენს სიგნიფიკაციას, ეხლა თქვენს პოზიციებს ავიღებ. Так, თქვენს მიგვენთ, ეხლა რა ხდება თქვენ შორის, ეგაც ვნახოთ. და მე ვკითხავ უკვე, ну, აქ მაჩვენებს დაროს ბოლო ნახეთ, მართლა დაშორება მოხდა და შეიძლება თქვენი პარტნიორი სადმე წავიდა. კი ბატონო, აი დაჟე სრულიად მოულოდნელად თქვენთვის შეიძლება სამუშაო წავიდა, შეიძლება რამეზე იჩხუბეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ ამ ადამიანს, მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა. ვნახოთ ეხლა ჩვენ, მოდით გავარკვიოთ ეხლა რა ხდება აქ და მე ვკითხოთ დასტას მიზეზსაც. მოდით ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ შორის. ნუ აქ არის როგორი მომენტი, იცით? აქ დაჟე თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოხდა, რაღაც ეს ცოტა ისეთი ბავშვური თემა არის. შეიძლება რამეზე საუბარი შეიძლება გქონდათ თქვენს პარტნიორთან, ან რაღაცა შეიძლება სიტყვა ისეთი ესროლეთ, ან უთხარეთ ისეთი რაღაცა, რაც იყო მართლა ძალიან, აი როგორ გითხრათ, რომ რაც იგი გქონდათ მაქამდე, ხო? აი თითქოს დასრულდა რა. დასრულდა. იმიტომ რომ რაღაცა სიტყვა გაქვთ ნათქვამი, ან რაღაცა საუბარი გქონდათ ისეთი, რამაც მიგიყვანა თქვენ, აი იქამდე რომ აქ დაესვა წერტილი, მაგრამ საუბარი, ნახეთ, საუბარი, სიტყვა, შეიძლება სიტუაცია რაღაცა მოხდა, აი რომელმაც აი სრულიად მიგიყვანა თქვენ აი ამ მდგომარეობაში, მაგრამ მე აქ ვხედავ რას კიდე, იცით რომ აი ამ საუბარმა, ხო? აი რაღაც იცით როგორი მომენტი არის. აქ ტრანსფორმაციული არის არკანი. ნუ მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ თქვენი პოზიცია გოგოს პოზიცია ეხლანდელი. ნუ იცით როგორ არის გოგოებო, თქვენ ხართ როგორ მომენტში, იცით პრინციპში რა. აქ მე მაჩვენებენ ადამიანს, რომელიც პრინციპში ძალიან აი მიისწრაფებით თქვენ სადღაც წინ. აი სულ წინსვლა, სულ რაღაცა გინდათ ახალი, აი უკვე შეიძლება დაიღალით მოლოდინით, გაიგეთ რაღაცას და თქვენ უყურებთ წინ, თქვენ ერჩევთ რაღაც ახალი გზას. თქვენ ხართ როგორ ისეთ, აი აქ მინდობილი ხართ თითქოს სამყაროს რა. მაგრამ აი პრინციპში გვეცნობიერად რომ თქვა, აი როგორ გითხრათ, აი ძალიან პატარა პროცენტს ვეტყოდე, რომ თქვენ გაქვთ აქ რამე შეიძლება ფიქრობთ გვეცნობიერად, რომ შეიძლება ისეთი რამე სასწაული მოხდეს და თქვათ რამე შეიცვალოს, მაგრამ თითქოს არა, თქვენ სულ რაღაცას, აი თან ნახეთ რა არის. ამ სიტუაციებიდან თქვენ იღებთ რას? დაჟე რა არის, აი მომავალს შეუყურებთ თქვენ, რა ვქნა? მომავალში, იმიტომ რომ თქვენ თითქოს აი რო გითხრათ თქვენი პოზიცია, ხო? აი ეხლა იცავთ თქვენს გულს. აი ესე ვეტყოდი მე. აი აქ ესეთი რაღაც პოზიცია მოიცადეთ რა. კაი, მოდით ბიჭი ვნახოთ ახლა. ნუ აქ მომისმინეთ რა. ოხ, რასა ინტერესოა ღმერთო ჩემო. ნუ როგორც ყოველთვის რა. გოგო ფიქრობს ერთს, ბიჭი ვაფშე სულ სხვა პლანეტაზე არის რა. ანუ თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ აქ ყველაფერი დასრულდა, აბსოლუტურად უკვე. ნუ ამიტომ რომ თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით, აი რაღაცაზე შეიძლება გაბრაზდეთ, მართლა და რაღაცა უთხარით. აქ დაჟე რას ვეტყოდი, იცით, შეიძლება რაღაცა დაგროვილი ქონდა თქვენ და ადექით და უთხარით რა. აი რა ადრე შეიძლება თქვათ არ ამბობდეთ, აი ხა ადექით და უთხარით. აი ეგეთი რაღაც მომენტი არის, იმიტომ რომ
როგორ არის თქვენ ხართ აქ სუფთა გულით ადამიანის მიმართ მართლა აი ყველანაირად მაგრამ აი ხა თითქოს თქვენ საზღვრებს იცავთ რა ანუ ნამდვილად უკვე აი გეუბნებით ეს არის როგორი ადამიანის ენერგია როცა ნამდვილად აი მინდა უბრალოდ თქვენ რო ბიჭზე ხა გეტყვით აქ არაფერი ესეთი არ არის ხა რო ხო აი როგორ არის სულ მოლოდინის რეჟიმში სულ ელოდებოდი даже მე ვეთყოდი რას აი შეიძლება თქვენ უყურებდით მომავალში შეიძლება კი არა თქვენ უყურებდით მომავალში თქვენ რაღაცას ფიქრობდით აი დღეს ხვალ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მაგრამ აი რაღაცა იმედიც გქონდათ რა მაგრამ აი აქ უბრალოდ ადამიანს რაღაც ამოვიდა ყელში და თქვა კი იმიტომ რომ ნახეთ ახლა ეს ბოლო გაჩვენეთ ეხლა რა ხდება აქ ბიჭთან ნახეთ ეს არის როგორ მომენტში თითქოს რაღაცის მოლოდინში არის იცით მოლოდინში ამას სჭირდება ალბათ დრო იმისთვის რომ ცოტა რაღაცა გაიაზროს იმიტომ რომ ამას აქ რაღაცა ამავდროულად ნახეთ რაღაც შიშიც აქ ამას რა ნახეთ ფიქრებში შეიძლება შეეშინ რის შეგეშინდა აქ რაღაც აი დაიკარგა ადამიანი, იცით რაღაცნაირად თავის ფიქრებში დაიკარგა საწავიდე არ ვიცი რა გავაკეთო არ ვიცი. იმიტომ რომ ნახეთ გრძნობაზე, ნახეთ და ქვეცნობიერად თქვენ ხართ აქ მაგას პრინციპში გულში ფიქრობს ეს ადამიანი რომ ეს ანუ ეს არის ჩემი ხალი, ჩემია, ჩემი. მივხვდით? მაგრამ აი აქ თავში ხო აქ ბევრი ძალიან მაგას ბლოკები, ბევრი შიშები, საწავიდე არ ვიცი, რა გავაკეთო არ ვიცი და даже დარწმუნებული ვარ რომ აი ამ თქვენმა ნათქვამმა ძალიან იმოქმედა, როგორი მოქმედა, ხო? ძალიან იმოქმედა მაგაზე, იმიტომ რომ თითქოს როგორ არის, აი რომ იტყვიან გიურგვინი რომ მოხსენით რა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხვდება რომ თქვენ ხართ ესეთი ქალი რომელიც უნდა შეისაბამისებოდეს კაცზე. მივხვდით? ანუ თქვენ ხართ ის ანუ ამას შიში აქვს იმისი რომ ვერ ვაკეთებ მე იმას, არ ვიცი, ვერ ვაკეთებ, მეშინია. ანუ უზომოდ ბევრი შიშები აქვს, ბევრი ბლოკები აქვს, შეიძლება თავის ტკივილები გქონდეს, შეიძლება აი შფოთვები გქონდეს რა, შეიძლება უძილო ღამეებიც გქონდეს ამ ადამიანს რა, ამას უნდოდა რაღაცის даже უნდა მოეწერა რაღაცა თქვენთვის, მაგრამ არა, ვერ ქნა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის, აი აქ ძალიან აი როგორ გითხრათ, ვარსკვლავი იმპერატრიცა ახართ ქალი ოცნება, даже ამას ვეთყოდი რომ აქ ისეთ ქალზე ელაპარაკე რომ ნამდვილად მარტო აი ნებისმიერი კაცი რო ოცნებებს რა, აი ეგეთი რამე და თვითონ შეეშინდა, გაიგეთ, თქვენი მასშტაბის შეეშინდა. ძალიან მასშტაბური ხარ, ძალიან რაღაცნაირი აი ულამაზესი, უკარგესი, უჭკვიანესი, უნიჭიერესი, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ ეხლა ამან შეიძლება აიღო აი ფიქრი ეს რაღაცა დრო მჭირდება რომ გავერკვიო რა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მის ქვეცნობიერში, თქვენ უზიხარ და ეგა თქვენ ხედავს როგორც წვილად ხედავს, ხო? იმიტომ რომ ძალიან ეჭვიანობს ეს ადამიანი, ძალიან ეჭვიანობს და აი უბრალოდ როგორ არის, იცით, მაგრამ დარწმუნებული არის, იცით, იმაზე რომ რატომღაც რომ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი არის რა. მაგრამ აქ ძალიან დიდი ეჭვიანობა აქვს, რომ ეს რაღაცა ეს ჩემი ბედნიერება არის და ეჭვიანობს, მაგრამ მაგას უნდა თქვენთან აგერ სიყვარული არის. აქ ადამიანი კი წავიდა, მაგრამ ისე რომ გითხრათ რომ წავიდა. მოდით ვკითხოთ ახლა ჩვენ ტაროს ახლა რატომ დაგაშორა თქვენ ბედმა. იმიტომ რომ რა არის, იცით, ახლა აქ გოგოს აქ სულ წინსვლა, გოგო მიდის, ახალი ცხოვრება მინდა წინსვლა, მინდა რაღაცა გარკვევა, ხო? ანუ შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდეთ და დაუშვათ გადაწყვეტილებას და ადამიანი ვერაფერს ვერა. საინტერესო კიდე რატო ეს მოხდა, მაგრამ აქ არ გავარჩევ ახლა, უბრალოდ ვნახოთ რატომ დაგაშორათ ბედმა. გითხოთ მაღალი ძალებს.
გამარჯობათ. აქ გეუბნებით რაღაცა სიტუაცია, ნახეთ რატომ დაგაშორეთ თქვენთვის სასარგებლოდ. თქვენი წყვილისთვის სასარგებლოდ. იმიტომ რომ აქ არის რაღაცა პრობლემა. ეს პრობლემა იქნება როგორი? შეიძლება ფინანსური, შეიძლება 1000-ნაირი. მოდით ასე რომ ვთქვათ, ახლა დავიწყებ იმ შეიძლება სკოლას თავისი, მაგრამ და აი უნდა იმისათვის, რომ აი თქვენთვის, აი თქვენი წყვილისთვის სასარგებლოდ, რომ აქ უნდა რაღაც გაუძლოთ, თქვენ თუ გინდათ იყოთ ბედნიერი ერთად, უნდა გაუძლოთ გაჭირვებას. აი ესეთი პასუხი მოდის რა კიდე. კი. რატომ დაგაშ? გოგოებო, აქ თქვენზე არის სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაც იმედი აქ მაღალ ძალებს. სხვათა შორის თქვენ იცოდეთ, რომ თქვენ თითქოს გაგანთავისუფლეს რაღაცა ენერგია შეიძლება თქვენი ძალიან ბევრი ენერგია მიდიოდა ამ ურთიერთობაზე. და ბევრი, ანუ თითქოს აი როგორ არის, იცი აი ავანტყოფური განცდები, რაღაცა უკმარისობის, აი არ მყოფნის ყურადღება თუ რაღაცა ეგეთი თემები რა. და ამიტომ თქვენ ეს თემა უნდა დაამუშაოთ რა. ეს გაკვეთილია ეგეთი. რა არის, გარისთვის არის. ახალი პენტაკლების რას ნიშნავს? ახალი ცხოვრება, ახალი რეალობა. კი. გოგოებო, თქვენ გადასვლა გაქვთ. თქვენ გაქვთ გადასვლა, თქვენ გადადეხართ რაღაც ვაფშე სხვა ცხოვრებაში, სხვა ბედნიერებაში. იცით რატო? აი ეს ურთიერთობა თქვენ უკვე აღარ გავსებდათ. სხვათა შორის ეგაც კიდე, აქ ვიღაცისთვის ეს იქნება. იმიტომ რომ თქვენ ოცნებობთ ბევრ რაღაცებზე. მიხვდეთ? არის ზოგჯერ როცა ნახეთ გოგოს წინსვლა უნდა, ხო? ბიჭი კიდე უნდა დავფიქრდეთ რომ ჭირდება. მაგას აი ეგ მომენტი, მაგრამ აქ მაჩვენებს რომ გოგოს აქ ძალიან ბევრი გეგმები, ბევრი რაღაცები უნდა, ბევრ ამაზე ოცნებობთ, ახალი ცხოვრება უნდა. აქ ბიჭი კიდე რაღაცა ვერ გეწევათ, მიხვდეთ რა ხდება? ვერ გეწევათ. აქ რაღაცა უნდა დასრულებული იყო, აი თითქოს წაიყვანეს მაღალმა ძალებმა, რომ კიდე დაფიქრდეს ვაფშე მაგას რა უნდა, მიხვდეთ? იმიტომ რომ აქ ადამიანი ებრძვის თავის ბედნიერებას, თქვენი პარტნიორი, აი ამას ებრძვის, თქვენ თავის ბედნიერებას იბრძვის რა, ებრძვის. აქ თქვენ პირიქით ხართ, მიესწრაფებით რაღაცას პრაქტიკებს აკეთებთ, რაღაცა ახალი გინდათ, რაღაცა ახალი გეგმები გაქვთ, გაიგეთ? აქ გეუბნებით, რომ არის როგორი სიტუაცია, იცით? პაუზა გექნებათ სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნახეთ, გეტყვით, აი ეს ადამიანი თითქოს ჭამდა თქვენს ენერგიას, არ გაძლევდა თქვენ აი ამ მომენტს რა, რომ თქვენ ეს წინსვლა რო გინდოდეთ, ხო? და უფრო აი რაღაც ვერა გბოჭავდა და ვერ ვეკითხები იქნებიან ერთად, ჯერო არაო, ჯერო იქნებაო და ეს იგი, ნუ წაიყვანეს, ასე რომ ვთქვა, სადღაც წაიყვანეს, შეიძლება ვიღაცა საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ აქ მეუბნებიან, რომ შეიძლება დრო გავა და რა იქნება. გოგო, აქ არ გამიკვირდება, რომ ვიღაცასთან ვაფშე ახალი სიყვარული მოვა. არ გამიკვირდება. იმიტომ რომ აქ როგორი სიტუაცია, იცით, ამ ადამიანს დროს ჭირდება, ანუ როგორ არის, იცით, თქვენ ხართ სხვა პლანეტაზე, ეს არის სხვა პლანეტაზე, მიხვდეთ? და თქვენ წინსვლა გინდათ, ეს ადამიანი კიდე ვერა რაღაცა შიშები, რაღაცა ვერ ვწყვიტავ, რაღაცა არ ვიცი, რა გავაკეთო, ეს გოგო ძალიან მასშტაბურია, ამ გოგოს ამდეხლა გეგმები, მე ჯერ არ ვიცი ვაფშე, არა ვარ ჩამოყალიბებული. გოგო მიდის წინ რა. ამიტომ გეუბნებით, რომ აქ კიდე მაჩვენები იქნებიან თუ არა, ერთად რო ვეკითხებ, მაჩვენებენ, რომ ნუ ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ უნდა გამოვიდეს რაღაცა აქ შეიძლება ზოგისთვის იყოს ეს დაბრუნება თქვენთან, მაგრამ ჯერ დრო უნდა გავიდეს, უნდა გაიზარდოს ზუსტად, მაგრამ რაღაცები უნდა გაიაროს ამ ადამიანმა და
ან განახლებული სიყვარულით მოვა, ან вообще სულ ახალი სიყვარულს მოგცემს თქვენ სამყარო. გეუბნია კიდევ ვარსკვლავე. აქ თქვენი სურვილების სასრულება იქნება აუცილებლად გოგოებო, რაც ჩაიფიქრეთ თქვენ, რაზეც თქვენ ოცნებობდით, რა წინსვლაც გინდოდა თქვენ ყველა ვარიანტში მაგას მიიღებთ. ეს არის უეჭველი. რაც ეხება ამ ადამიანს, ხო რატო დაგაშორეს იმისთვის, რომ თქვენ არ შეგეშალოს მან ხელი თავისი ასეთი უარყოფითი ენერგიებით, იმიტომ რომ არის ხშირ შემთხვევაში, რომ ქალს ახლა უკვე წინ უნდა წასვლა და კაცი ჯერ კიდე ვერა და ამიტომ გეუბნებით, რომ აქ ასეთი სიტუაცია, რომ შეიძლება იყოს ვიღაცისთვის დაბრუნება, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ თუ დაბრუნება იქნება, რა ვიცი, აქ ძალიან ბევრი დრო უნდა გავიდეს, მაგრამ რაღაც ახალი მოდის უფრო სიყვარული მგონი, კი? არის, არა, ხო? აქ რაღაცა საჩუქ კარს გიმზადებს თქვენ სამყარო. თქვენ გამოხვალთ ამ გულის ტკენიდან, ვინცდანაც გქონდეთ აი ამ ნერვიულობიდან, ყველა ვარიანტში გამოხვალთ თქვენ. გამოგიყვანთ თქვენ რაღაც აი აქ გაკვეთილები თქვენ დაასრულეთ. თქვენ უკვე არაფერი გაქვთ საიმის, რომ იმერყეოთ და რაღაცა. არა. თქვენ უკვე წინსვლა გაქვთ, თქვენ წინ მიდიხართ, წინ უსწრებთ ჩემო სიხარულებო. საჯარო გაშლა ასეთი რამე გვაჩვენა, თუ პირადი გიდათ გიცით სად მომძებნოთ, მე კი როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.